იღებდა და ვითომ პროექტიც მზად ჰქონდა. ყველა ვადა სასკოლო წიგნებზე ტენდერის დასანიშნად განათლების სამინისტრომ ამოწურა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წელსაც ამ მიზნით გამოყოფილ 12 მილიონს მთავრობა თავის რჩეულ კომპანიას პირდაპირ გადასცემს დასაბეჭდად. ეს პროგრამა 2014-ში აუდიტმა შეამოწმა და აჩვენა, რომ 4 მილიონი ლარის წიგნი ზედმეტად დაიბეჭდა, რადგან სკოლებში ნაშთები არსებობდა. შესაბამისად, წელს კიდევ უფრო მეტი ნაშთია. 5 მილიონი ლარის მზა წიგნები აქვთ გამომცემლობებსაც, მაგრამ მათ უბრალოდ არ ელაპარაკებიან და სამინისტრო ფულის ფლანგვის ძველ გზას ადგება. დავჭერათ ეს სიგნები. დავწვათ ეს სიგნები. ჩვენ გვაქვს ალტერნატიული ესეთი ვარიანტი. მილიონი ეგზემპლარი სასკოლო სახელმძღვანელო უწინდელი გეგმით უკვე გაცვეთილი უნდა ყოფილიყო, თუმცა ამ დრომდე საწყობებში შეფუთული ინახება. მოსწავლეებისთვის საჭირო წიგნებს კი განათლების სამინისტრო ხელმეორედ აბეჭდინებს, რაც ხშირად იმაზე ძვირი უჯდება ბიუჯეტს, ვიდრე ადგილობრივი ბაზრიდან შეიძენდა. თანახმავართ მივყიდოთ ეს სახელმძღვანელოები განათლების სამინისტროს იმაზე უფრო ნაკლებ ფასად, რა ფასად ისინი ბეჭდავენ ამ სახელმძღვანელოებს. პირველი კლასის მათემატიკა, გამომცემლობა ინტელექტისა, რომელსაც აწერია 10 ლარი, ჩვენ თანახმავართ მივცეთ ეს განათლების სამინისტროს 2 ლარად და 30 თეთრად. ეს წიგნები რომ მოსწავლეების ხელში მოხვდეს წელს ბოლო შესაძლებლობაა. მომავალი სასწავლო წლიდან განათლების სამინისტროს ახალი სახელმძღვანელოების დამტკიცება მოუწევს. ამის გამო ნაციონალურ მოძრაობაში მიეჩნიათ, რომ სამინისტრომ არსებული მარაგები მაქსიმალურად უნდა აითვისოს და ახალი წიგნების ბეჭდვაში ბიუჯეტის ფული არ უნდა დახარჯოს. წლევანდელი 12 მილიონი, რომელიც ფაქტიურად სამინისტროს უნიათობის გამო წყალში გადაყრილი თანხაა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რადგან მხოლოდ 1 წლის განმავლობაში იქნება ეს ხელმძღვანელოები გამოსადეგი სკოლებისთვის, გამოდის, რომ სტამბას უნდა გადაეცეს ისევ საბეჭდად, თუმცა ჯერ კიდე ტენდერი არ არის გამოცხადებული. საიდან მოიტანს მოსწავლეებისთვის საჭირო წიგნებს განათლების სამინისტროს ამ დრომდე არ გაუცხადებია. ტენდერის გამოცხადება გასულ წლებშიც დაგვიანდა, რის გამოც განათლების სამინისტრომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რისხვა დაიმსახურა. ჩვენ ვიცით წინასწარ, როდის იწყება სასწავლო წელი. ჩვენ ვიცით რა რაოდენობის წიგნები გვაქვს დასაბეჭდი. შესაბამისად, ის არგუმენტი, რომ ჩვენ დროში ვერ ვეტეოდით, არ არის მისაღები ჩვენთან, იმიტომ რომ ყოველ წელს ხო ვიცით, როდის იწყება სწავლა და როდის არის და რა რაოდენობის საჭირო არის ეს წიგნები. ამდენი წლის მანძილზე რა ვერ მოხდა იმის გაცვლა, რომ არ მოხდეს პირდაპირ წესით, ასე ვთქვათ, ტენდერის მიცემა. უფასო სახელმძღვანელოების პროგრამამ 2012 წელს გამომცემლობებს მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა. ერთ-ერთ ყველაზე კარგად განვითარებულ დარგს შემოსავლები თითქმის გაუნახევრდა. გამომცემლობების ნაწილს მაღაზიების დახურვა და თანამშრომლების შემცირება მოუხდა. გამომცემლობების უმრავლესობა სავალალო მდგომარეობაშია. კარგი იქნება თუ კი სახელმწიფო გადახედავს ამ პოლიტიკას. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ზოგადად არანაირად არ ვარ წინააღმდეგი, რომ მოსწავლეებმა წიგნები მიიღონ უფასოდ, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს გამომცემლების, ავტორების და იმ ადამიანების ხარჯზე, ვინც ამ სახელმძღვანელოების შექმნაში იყო ჩართული. განათლების სამინისტრო ამ თემაზე დუმილს ამჯობინებს, თუმცა ბიზნესთან ჩატეხილი ხიდის აღდგენა უახლოეს ხანებში მაინც მოუწევს. სასწავლო გეგმის მიხედვით ახალი სახელმძღვანელოები უნდა დაიწეროს, ამას კი საგამომცემლო სახლების გარდა ვერავინ მოახერხებს. და ამ თემაზე საუბარში